დღეს ჭაბუ ამირეჯიბის იუბილეა მწერალს 91 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით პოლიტპატიმარმა მერაბ რატიშვილმა მწერალს წიგნი მიუძღვნა. რომანი „დაკარგული ფურცლები“ ავტორის მეხუთე ნაწარმოებია, რომელიც საჟელასრულების მე-6 დაწესებულებაშია დაწერილი. ჭაბუ ამირეჯიბს იუბილეს ტელეკომპანია „მეცხრე-ხის“ სახელით ჩვენს ულოცავთ. პატიმარმა მერაბ რატიშვილმა თავისი მეხუთე წიგნი ჭაბუ ამირეჯიბს მიუძღვნა. პრეზენტაციაც ლეგენდარული მწერლის იუბილეზე გაიმართა. მერაბ რატიშვილი დღემდე ციხეში იმყოფება, საპყრობილეშია დაწერილი მისი ნაწარმოებებიც. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში იხდის დაუმსახურებელ საშელს. დღეს გაიმართა მერაბ რატიშვილის ახალი რომანის „დაკარგული ფურცლების“ პრეზენტაცია, რომელიც ჭაბუ ამირეჯიბის შემოქმედებას მის ოჯახს მიუძღვნა. პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მერაბ რატიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს. სპეციალურად დაბეჭდილ ექსკლუზიურ გამოცემაზე მოწვეულმა სტუმრებმა მილოცვები დაწერეს. პრეზენტაციის შემდეგ კი წიგნი ჭაბუ ამირეჯიბს გადასცეს. ბატონი მერაბი არის გმირი კაცი, რომელიც დააპატიმრეს აბსურდული ბრალდებით 2007 წელს. ზეწოლას ახდედნენ, რომ ოპოზიციაზე ეთქვა, რომ რუსეთის ჯაშუშები არიან და კატეგორიული უარი მიიღეს მისგან. დარჩა ასე ციხეში, ურთულეს პირობებში. იქ დაწერა ყველასათვის დღეს ცნობილი რომანები. წესიერი, პატიოსანი, პატრიოტი, რაინდი კაცი, მამულიშვილი დაგიჭირონ და იქ მწერლად გადაიქცა და წიგნების წერა დაიწყო. ეს არის საოცრება. მე მიხარია დღევანდელი დღე, მიხარია თან ჭაბუ ამირეჯიბის დაბადების დღეა. 4 ფონდზე ჩამოვედი, მეც ვერ ვსვამ. რა ვქნა, არ ვიცი. 91 წლის იუბილეს ჭაბუ ამირეჯიბს დღეს ახლობლები და მეგობრები ულოცავდნენ. სხვა საჩუქრებთან ერთად მასზე დაწერილი წიგნიც გადასცეს. მწერლის ოჯახის წევრების თქმით, ყოველი წლის 18 ნოემბერს ამირეჯიბების ოჯახში სტუმრიანობაა, ძველი დროისა და ისტორიების გახსენება. ზუსტად ისეთი როგორც ხედავთ ახლა, აი ასეთი ახლა ბოლო 10-15 წელიწადია. სპონტანურად მოდიან ჭაბუას ძველი მეგობრები და აი ესე აღნიშნოთ, არაფერი ესეთი განსაკუთრებული. მაგრამ იყო დრო, როცა ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა მისი ძველი ძმაკაცები. განსაკუთრებით თბილი იყო ჭაბუ ამირეჯიბის შეხვედრა ძველ მეგობრებთან. მაინც რა საკურველი თაობა ვიყავით. ამ სიტყვებით მწერალმა ემოცია მეგობრებს გაუზიარა.